სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან ერთად მერთმა გაგვიცოთ, მერთმა გაკურთხოთ, გილოცავთ ყველაფერ დღეს. შეგვეციოს ამ დღის მადლი. ხო, საერთოდ სამყაროში სამყარო არ არის იდეალური და არც ჩვენ ვართ ადამიანები ამ სამყაროში იდეალურები. ეს ახლა ახალი ამბავი არ არის, მაგრამ არაიდეალურ სამყაროზე როცა ვსაუბრობ და არაიდეალურ ადამიანებზე როცა ვსაუბრობ, როგორც წესი ხოლმე, როგორც წესი საკუთარ თავს არ მოვიაზრებ. როგორც წესი ხოლმე, რომ სხვები არ არიან არაიდეალურები, სხვები ვერ ვიგებენ, სხვები რა ვიცი, მოკლედ ჩვენს გარშემო ტრიალებს სამყარო რა თქმა უნდა, ხადი ჩვენ და ჩვენი ინტერესები ხო ეს არახალი ამბავია, მოკლედ. მაგრამ მიუხედავად საკუთარ თავზე ამხელა პლანეტარული წარმოდგენებისა საკუთარ თავზე ჩვენ მაინც ვირტუალურად თუ კამზე ვძნობ, რომ არ არის ამ სამყაროში ყველაფერი კარგად, ხო? ამ სამყაროში ბევრი ტკივილია და ბევრი ტკივილიც მიუხედავად იმისა, რომ დიდი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ახლა ობიექტური რეალობა ტკივა, უსამართლობისგან მიჩაგრებით, ბოროტება, შემხებლობა გვაქვს, ბოროტება ჩვენზე, ჩვენ ცხოვრებაზე. ხანდახან ჩვენს წვლილი შეგვაქვს ამ ბოროტების გავრცელებაში ამ სამყაროში. ხანდახან კაი ვარიანტია, ხან არა მარტო ხანდახან. მაგრამ ყველა ვარიანტში, როცა ჩვენ ვტკენენ, ჩვენ ტკივა ყველა ვარიანტში. როცა იგივე სხვას უკეთებთ, ეკუთვნის და ეკუთვნოდა თუ რა ვიცი, ესე ახლა. ეს ესე უცხოა. მოკლედ, ასე ისე არის. წარმოიდგინე ამდენი უსამართლობა დედამიწაზე. ჩვენგან დათესილი თუ ჩვენზე დათესილი. ამდენი ტკივილი, ამდენი და ბოლოს სიკვდილის ხო ბოლო-ბოლო ხო აი სიბერე, უძლურება, ტკივილი, ავადმყოფობა, რა ვიცი, გაუტანლობა, ცილისწამება, მოკლედ, ჯოჯოხეთია შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთის ფილიალი არის იქ, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ის, რაზეც ჩვენ ამ ყველაფერს ვეჭიდებით ამ ყველაფერს, ან მაინც მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხვდებით, მაინც წარმავალია ეს ყველაფერი, მაინც უბედურები ვართ, მაინც ვიტანჯებით, მაინც აი ის რაღაცა გამონახებები რაც არის ხოლმე ის მაინც მიგვაჩნია რომ ამ წელს თუ არა მოვალ წელს უკვე იქნება ყველაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ვიდურები ვართ თავისი ისო შეხედო დისტანციურად ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს არსებობას დედამიწაზე, საშინელი მდგომარეობა არის და წარმოიდგინეთ ამ განაწამებულ დატანჯულ ადამიანებს წარმოიდგინეთ ადამიანი კიდე მარტო მატერიალური არსება ხო არ არის, ასე იბადება ანთროპოლოგიური მოცემულობა, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ბევრჯერ, ხო? ირაციონალური ნაწილის ფუნქციებიც კი აქვს, რომელიღაც ნახევარსფეროში არის რაღაცა, რომელიც მართავს აი ამ რელიგიურ ცნობებს, მოდი ისე დავარქვა. და აი ამ დედამიწაზე რომელიც უამრავი დატანჯული ადამიანი არსებობს, უამრავი რელიგია ემსახურება მათი გრძნობების და ამ სამყაროში რაღაცა არსებობის რაღაცა გაუმჯობესებას თუ არა გასაძლისიან რაღაცნაირი შემსუბუქება დავარქვათ, ხო? და ბევრი რელიგია, რომელიც აქ თუ არა იქ მაინც პირდება რაღაცეებს, თქვათ, აქ თუ ვერა იქ მაინც რაღაცა დიდ ზებუნებრივ ძალასთან გაერთიანებას პირდება და ბევრი ყველა სიმდიდრე რელიგია, რომელიც თმა არ აქვს. უბრალოდ თმაც არ აქვს, მაგრამ რაც აქვს. აღარ არის, მოკლედ, ბევრია მოკლედ რელიგიები. ბევრი სერვისი არის ამ თვალსაზრისით რელიგიური დედამიწაზე და წარმოიდგინეთ ერთი რელიგია, ერთადერთი რელიგია ასეთი, რომელიც ეუბნება ადამიანებს, რომ აი ხო ეგეთი მდგომარეობა არის, ხო საშინელი მდგომარეობა არის, აი ამ თვალსაზრისით ძალიან ეს უსამართლობა და ტანჯველი ბოლოდების პრობლემა რომელიც დგას სამყაროში და ეუბნება აი ამ ადამიანებს, რომ წარმოიდგინეთ ღმერთი არსებობს, მაგრამ ეს რაღაც ამორფული ღმერთი კი არ არის, რაღაცა გაუგებარი ბუნების ძალა თუ ადგილის დედა თუ რაღაცა რა ვიცი, რაღაცა ენერგია რაღაცა. არამედ ეს გონიერი არსება არის და რაღაც გონიერია, პიროვნული არსება არის და
არათუ პიროვნული არსება არის, შენს თითოეული ადამიანი პიროვნებები უმნიშვნელოვანესი და განუმეორებელი არსებები ახართ, გეუბნება ის ღმერთი. არათუ განუმეორებელი და ჩემთვის თითოეული თქვენთაგანი ძვირფასია და თითოეული თქვენთაგანი ძალიან მიყვარს. არათუ ისე ძალიან მიყვარს, რომ ვერ ხედავ თქვენს ტკივილს და უბედურებას და ტანჯვას ამ დედამიწაზე მოწევნილს, რომელიც ყველა თაობის ადამიანი მოსწრებულია და კიდევ იცდეს პლანეტაში არსებობს კიდევ მოებბევრი მოესწრება. არა უბრალოდ ხედავს, არამედ და არა უბრალოდ უყვარს სიტყვაზე და ჰაერზე ეს ადამიანები, არამედ ამ ადამიანების გამო ღმერთი თქვენნაირი ხდება. ანუ მას უნდა ადამიანის ტყავი მოიგოს. მას არათუ უნდა ამას აკეთებს. მას არათუ უბრალოდ მორგება უნდა რაღაცა საინტერესო თავგადასავლის გამო. არამედ უნდა რომ ჩვენთან ერთად ეს ტკივილები იტვირთოს. ჩვენთან ერთად იტვირთოს ეს ტკივილები და ადამიანური თვალებით დაინახოს და გაუგოს ადამიანებს. კი, ღმერთია და ყველაფერი იცის. მაგრამ ეს ზემოდან ქვემოთ ყველაფერი იცის. მაგრამ როცა შენნაირი ხდება, უბრალოდ ინფორმაციული გაგება კი არ არის მარტო, არამედ თანალმობაც არის. ემპათია რო ქვია ახლა უცხოურ ენაზე. ხო? ანუ მე რო შენნაირი ვარ და შენნაირად მიჭირს დედამიწაზე ყოფნა ამ პრობლემებში ჩაძირული, თქვა, დაწყებული სიგარები, უბედურება, უსამართლობა, ცილისწამება, ცემა, გვემა, მოკულა, ბოლო-ბოლო, ხო, ყველაფერი ეს ყველა ადამიანს ემთხვევა, ხო, რაღაცნაირად ასე თუ ყველა თუ ერთად არა, რაღაცა ნაწილი მაინც ხდება, ხო, ადამიანს ეს უსამართლობების ორიენტები. ჩვენ ცხოვრებაში ვიღაცის ცხოვრებაში თვითონ ჩვენთან ცხოვრებაში და სიკვდილი ხარ აუცილებელია რაღაცა მოკლას მაინც ხო ხვდები მაინც რაღაცა. იმ სიკვდილის შიშიც ხო გაქვს, იმ წამებში შეიძლება დაეძინო და აღარ გაეღვიძო, მაგრამ იმ წამებში როცა მიხვდება და ყველა შემთხვევაში დაეძინა ვეღარ გაეღვიძე, ის წამები მაინც წამის 1000 ნაწილი მაინც ხდება ადამიანი გადის ამ ქვეყნიდან. ის შიში ის წამის 1000-ში რაც ადამიანს ეუხლება, ეს ხო საშინელება არის. როგორ არა, ყველაფერს განვიცდით თავის დროზე. ადრე თუ გვიან ყველანი ამას განვიცდით. ხო და ჩვენნაირი ხდება, რომ ეს ყველაფერი განიცადოს წარმოიდგინეთ და ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყოდებს. არა უბრალოდ სიტყვაზე უყვარს თავისი ქმნილება, როგორც თქვა ხატვარმა დახატა ნახატი და თავისი ნახატი, თავისი შრომა უყვარს კაცო, რა თქმა უნდა. ეკერდა მანქანას რომ ვიყიდი და გავრეცხავ ხოლმე და ნაყიდი მაგ და ვრეცხავ ხოლმე, იშვიათად ვრეცხავ, რომ გავაკეთო ხოლმე, ყოველ ჯერზე ახალი მანქანა და მიყვარდება ყოველ ჯერზე ჩემი მანქანა ხოლმე, რას ლაპარაკობ. ეხლა ხატვარი რომ დახატავს თავის ნაშრომს რაღაცა ორი თვე თუ ერთი თვე, ერთი კვირა იწოლა დახატა, ის ძვირფასია მისთვის ის ნახატი და არა ასე როგორც შექმნება და შემოქმედს უყვარს თავისი ქმნილება, როგორც არსაკიძეს ცხოველი უყვარდა და რაღაც წავიდეთ ხატრობაში. არა, ჩვენ ცხობილება ვართ ღმერთის, ასე კი არ ვიყვარს. ეგოისტურად მოდი ვიტყოდი, ესე კი არ უყვარს. დიახ, ხატვარი ან არქიტექტორი თავის პროექტი დააგებს და საერთოდ თქვა ეს ეგოისტური სიყვარული არის, მეტი არაფერი. ანუ ჩემი გაკეთებული, ჩემი შექმნილი, ორა დიდი ვარ, მოკლედ ასე შემიძლია. ასე არ უყვარს ღმერთს თავისი ქმნილება ანუ ადამიანი. და რატო არ უყვარს, საიდან ვიცი? ჩემი ძმაკაცი კი არ არის ღმერთი კაცო. არ და მინდა. ესე იგი თუ გვეზმაკაცება, მეგობრები ხართ უბრალოდ ჩემი. ჩვენ არ გვინდა არ გვინდა. ჩვენ მეგობრები, ჩვენ სასწავლებას არ გვინდა. ჩვენ ვეუბნები და ასე. ასე, ხო? არამედ ჩვენნაირი ხდება, წარმოიდგინეთ, ჩვენ თვალებით იყურება ჩვენს უბედურებაში შემოდის, წარმოიდგინეთ, აი ეს ტანჯვაში, უსამართლობაში, დროში შემოდის უდრო არსება. და აბა ეს სიყვარული თუ არ არის, რა არის აბა ეს მითხარ?
უბრალოდ შემოქმედი კი არ არის. თავისი ქმნილები, რომელიც მონები ვარ, ხო მონის ბუნებას იღებს, რომ მონის ხვედრი გაიზიაროს, წარმოიდგინეთ. ამაზე დამდაბლება ერთია, მაგრამ როგორ უნდა რომ ჩვენ თან საძმა კაცდეს და დამეგობრდეს, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ტანჯვებიც კი ჩვენნაირი ტანჯვები, ჩვენნაირი გახდა, წარმოიდგინეთ. ამას სიყვარული ქვია რა. რომ მეგობარმა მეგობრისთვის დასდოს, ამას დიდი სიყვარული არ არსებობს. ისმის. და ისიც თვითონ დაამტკიცა პირველმა ჯვარზე ასვლიდა რა. ჩემი მეგობრები ხართ. ხო და აი ამ ყველაფრის დასაწყისი ჩვენნაირი რო გახდა, არის დღევანდელი დღე, რასაც აღნიშნავ. ხარების დღეს სწორედ მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თანხმობა მისცა, რომ აჰა მხევალი ღვთისა ხო იყოს ღვთისა შემისაროს. აი ეს სწორედ დღეს, ამ დღეს, რასაც ჩვენ აღნიშნავთ, ამ დღესასწაულს, აი აქედან იწყება სწორედ შემოქმედის შემოსვლა ამ გვიდურებაში, რაც აღწერეთ, თავში რა დღეში ვარ. აი დედამიწაზეაც ყოფილვარ და ადამიანიც იქნებიან ისმი. მე სულ ათეისტი ვიყო, სულ ათეისტი ვარაფრის. მე ეს ღმერთი და ეს რელიგია, მაგრამ მომეწონებოდა რა. რომ ეგეთი ღმერთი არის და ასე ძალიან უყვარს თავისი ქმნილება, რომ ამას აკეთებს. ზემოდან კი არ შემძღოლობს რაღაცა. არამედ აქ ჩემნაირი ხდება, რომ მე კარგად გამაგებინოს ჩემს ენაზე, ადამიანურ ენაზე, რა უნდა ღმერთს და რატო არის მიზანი გამაგებინოს, რომ მე გადამარჩინოს კაცო. თორე ისე არ ესმოდა იქიდან აძლევდა მითითებებს, განაარასებდა კაცო. ერთი წინასწარმეტყველი გამოუშვა, მეორე გამოუშვა, მესამე, ზოგი მოკლეს, ზოგი ცემეს, ზოგი გაატყავეს, ზოგი ჩაკოლეს, ვერ გააგებინა მას. თვითონ მოვიდა კაცო. როგორი ჯინიანია ეს. უნდა რომ გადაარჩინოს თავის ქმნილება რა. ეგეთი ღმერთი, მაგრამ მომეწონებოდა. მე ათეისტი რო ვიყო, კიდე აი არ ვარ ათეისტი. და მწამს ამ ყველაფრის. ხო და ამ ყველაფრის დასაბამი არის ხარების დღესასწაული. ხარების დღესასწაულზე გავრიელ მთავარანგელოზი ახარა რა ახარა? აი ეს ახარა, რასაც მე გელაპარაკებ. ესე მოხდებოდა და როგორც კი თანხმობა მიიღო, აქაც მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი, წარმოიდგინე, კი არ ძლავრობს, მომინდა მე ადამიანი გავხდე და დავარი, ხა გავხდები. ხო? არა. ადამიანის ნებართვა სანამ არ მიიღო. ამაშია საქმე. სანამ დედაღვთისამ არ მისცა ნება, ჯერ გამოიკითხა ეს როგორ უნდა მოხდეს, მე ეს არ ვიცი. და როცა თანხმობა განაცხადა ამ ყველაფერზე, მაშინ მოხდა განკაცება კიდეც. განკაცების დღესასწაულია. შობა სხვა არა, შობაცა ფიზიკურად უკვე იშვა რა, მაგრამ განკაცება ხო? მოხდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თანხმობა განაცხადა ამ ყველაფერზე, რაზეც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა კიდეც, ხო? ხო და აი ამ დღესასწაულობთ ჩვენ და ღმერთმა მოგცეს იმისი ძალა და უნარი, რომ აი ეს გაგვეაზრებინოს ყველა ჩვენთაგან. ეს პასუხისგებლობა აგვეღოს ჩვენს თავზე რა და ცოტათი მაინც დაგენახოს, მაგრამ როგორ უყვარს ღმერთს ჩვენ როგორ უყვართ ღმერთს ისმის. ჩვენთან მეგობრობა უნდა და გეუბნებათ, მე ყოვლად სამართლიანი ღმერთი ვარ და ყოვლად ძლიერი ღმერთი ვარ, მაგრამ თქვენთან მე არ მინდა ჩემი სიძლიერე წარმოვაჩინო. თქვენთან არ მინდა ჩემი მართლმსაჯულება და სამართალით გელაპარაკოთ მარტოოდენ. არ მინდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ მარტო ეს ვარ და ეს ვიქნებოდია რა, თქვენ არავის არ გექნებოდა შანსი რომ გადარჩენილიყავით. იმიტომ რომ არავინ არ ვიმსახურებ ჩვენ გადარჩენას და პატიებას. არავინ არ არის მართალი ჩვენ საზოგადოებაში.
არავინ არ არის მართლა და ვერ გამართლდება ვერავინ. იმიტომ რომ გაქავავებული ეგოისტები ვართ ყველანი რა. და აი სწორედ ამის სამკურნალოდ მოვიდა და გეუბნება რომ მე თქვენთან ურთიერთობა არ მინდა სამართლებრივი ურთიერთობა რა. კანონებით ურთიერთობა არ მინდა მე თქვენთან. არამედ მინდა როგორ სიყვარულით ურთიერთობა რა. მიუტევე და მეც მოგიტევე რა. აპატიე, მეც გაპატიე. ეკუთვნის პატიება თუ არა ამას კი არ გამოეძიეთ? არა, მნიშვნელობა არ აქვს. აპატიეთ და მეც გაპატიე. არ განიკითხოთ და არც მე განგიკითხავთ. ხო მარტივი არის რა. ჩვენ მაინც უარს ვეუბნებით, შენთანაც მაკაცობა არ მინდაო ისე რა. ხო და ღმერთმა გაგვააზრებინოს ეს აი ამ დღევანდელი დღის მნიშვნელობა, ისმის რა მოხდა სამყაროში, კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც არც მომხდარა ადრე და არც მოხდება შემდგომში. რა აი ამის გააზრებას თუ შეგძლებთ, მე ვფიქრობ, ცოტა უფრო მეტად მოვინდომებთ ხოლმე უკვე მისი მცნებების შესრულებას. ღმერთმა დაგვუწევდა, ღმერთმა გვაცხონოს ყველა ამით.